პირველი ლიცენზირებული ონლაინ სავალუტო კონვერტაციის პლატფორმა ჩვენს ქვეყანაში და კონცეფციის დეტალური ანალიზი. მე მინდა მივესალმო გადაცემის თანაწამყვანს და კეიკოლის დამფუძნებელს, სერგო ავსაჯანიშვილს. სერგო, დღემშვიდობის ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის და სხვათა შორის თემატიკა თავის შინაარსიდან, კონცეფციიდან და პლატფორმიდან გამომდინარე არის ძალიან საინტერესო. მაშინ სადამე სტუმარიც ლევანდელ შენს რუბრიკაში, საავტორო რუბრიკაში არის ძალიან საინტერესო და მჯერა დარწმუნებული ვარ, რომ აქცენტების სპექტრი, რომელიც დღეს დაისმება, ჩვენი მრავალრიცხოვანი მაყურებლისთვის და ავტორისთვის იქნება მრავლის მtkბელი. გამარჯობა კიდევ ერთხელ და გისმა ყურებელს. მოგესალმებით სანდრო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ნამდვილად გვაქვს ძალიან საინტერესო ეთერი, საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ანუ რეალურად ძალიან დიდი მოვლენა მოხდა, ასე ვთქვათ, ფინტეკ ინდუსტრიაში, ხო? ანუ გაჩნდა ბაზარზე პირველი ლიცენზირებული ონლაინ ვალუტის ასე ვთქვათ კონვერტაციის საშუალება, ხო? და ჩვენი სტუმარი არის ნინო კუპრაშვილი, რომელიც წარმოადგენს კურსიჯის. კურსიჯი არის ამ ინოვაციის ავტორი. ნინო, მოგესალმები. ნინო არის დამფუძნებელი ამ კომპანიის. კეთილი იყოს თქვენი ფეხი. ჩვენს ეთერში. მადლობა. მოკლედ, ისე რომ ვთქვათ რა, ანუ პირველი ლიცენზირებული პლატფორმა საქართველოში, რაც აძლევს რეალურად როგორ მუშაობს პრაქტიკაში ეს სტატუსი, როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის. ზოგადად ერთწლიანი სენდბოქსის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ონლაინ კონვერტაციების მიმართულება იმსახურებდა ლიცენზირებას. ანუ მქონდა პოტენციალი, რომ გაზრდილიყო როგორც რაღაც ინდუსტრიის ქვეინდუსტრია. შესაბამისად ეს საკმაოდ დიდი მიღწევა იყო ფინტექისთვისაც, იმიტომ რომ ახალი გადადგმული ნაბიჯია ლიცენზირების პროცესი მოითხოვს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დიდ რეგულირებას, ბევრად უფრო დიდ ანგარიშგებებს და ასე შემდეგ, რაც ცოტათი დისკომფორტია სტარტაპული კომპანიებისთვის, თუმცა მეორე მხრივ გვაძლევს იმ სანდოობას, რომ მომხმარებელს ყოველთვის დავაკმაყოფილებს, ასე რომ ვთქვათ, ანუ მომხმარებლის საჭიროებებს დავაკმაყოფილებთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და მაქსიმალურად კომფორტულად. ამაში უკვე ეროვნული ბანკი ერევა გვარეგულირებს, ყოველთვიურად გთხოვს ანგარიშგებებს და შესაბამისად ეს არის ლიცენზირების პროცესი. თუმცა ეს ნაბიჯი წინ გადადგმული არის არა მხოლოდ კურსიჯისთვის, არამედ ყველა იმ კომპანიისთვის, რომელსაც უნდა რომ ამ ინდუსტრიაში შემოვიდეს, იმიტომ რომ ამ ერთწლიანი ტესტირების შემდეგ ჩვენც და ეროვნულმა ბანკმაც ერთად ჩავთვალეთ, რომ ღირს ამ ინდუსტრიის არსებობა და არსებობს ისეთი ბიზნეს მოდელები, რომლებიც ამ ინდუსტრიაში შეიძლება წარმატებით ფუნქციონირებდნენ. შეგვიძლია, ნინო, შევაჯამოთ აი პრინციპში 2025 წელი კურსიჯისთვის, ხო? მე არ მგონია, რომ დღეს არსებობს კიდე ადამიანი საქართველოში, რომელიც არ წააწყდა თქვენ რეკლამას სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ციფრულ პლატფორმებზე, იქნება თუ, რა ვიცი, სხვა რაღაც კამპანიებში, ხო? შეგვიძლია შევაჯამოთ, ანუ როგორ ხურავს, ასე ვთქვათ, კურსიჯი 2025 წელს. არ მინდა რომ გავაჟღერო, შეიძლება მოძველებული ინფორმაცია მაქვს თუნდაც, ანუ რაოდენობრივად რამდენი იუზერი ყავს, რამდენი მომხმარებელი ყავს დღეს უკვე. დაახლოებით რა თანხა დააკონვერტირა კურსიჯი წლის განმავლობაში, ხო, თუ არსებობს ეს სტატისტიკა, რომ გავუზიაროთ ჩვენს აუდიტორიას. 2025 წელი ჩვენთვის იყო ძალიან სწრაფი ზრდის წელი. ჩვენც ვამჩნევდით ამას მართლა. არა ხო, იმიტომ რომ დავიწყეთ როგორც სტარტაპმა მცირე რესურსით და დაბალი გაზით. მერე გადავწყვიტეთ, რომ აი MVP-მ გაამართლა და მოდი ახლა შევუდგეთ საქმიანობას. ოქტომბერში დავიწყეთ ეს მარკეტინგული აქტივობებიც, თვითონ ორგანიზაციაც უფრო დავტვირთეთ ადამიანებით და ასე შემდეგ, თუმცა მერე დეკემბერი რთული იყო და იანვრიდან თქვით, რომ აი ახლა უნდა გავფრინდეთ და ვნახოთ შეგვიძლია თუ არა გაფრენა. შესაბამისად ამ წელს ხურავთ ჯერ არ ხურავთ, მაგრამ ამ ეტაპზე გვყავს 100,000-ზე მეტი მომხმარებელი. აქედან დაახლოებით 5,000 არის ბიზნესი, დანარჩენი არის ჩვეულებრივი კერძო პირი, რომელიც თანხას პირადი დანიშნულებით და მიზნებისთვის ახურდავებს. დაკონვერტირებული გვაქვს 3 მილიარდ დოლარზე მეტი წლის განმავლობაში და გვაქვს, რა თქმა უნდა, გრანდიოზული გეგმები როგორც დეკემბრის, ასევე სამომავლო. იმიტომ რომ დეკემბერი ბიზნესში საქართველოში, მათ შორის ჩვენს ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვეა და
ჩვენც ესე ველოდებით კარგ თვე დეკემბერს. ნინო, ახსენეთ, ძირითადი ასე ვთქვათ, როგორც მივხვდი, პროცენტულად უფრო რითეილია, ხო? თქვენთან ფიზიკური პირები ახურდავებენ ძირითადად, ხო? აკონვერტირებენ თანხას. მე მაინტერესებს ახლა აი ბიზნეს ჭრილში რო გადავიდეთ, ხო? რეალურად დღეს ბიზნესს აქვს ხელმისაწვდომობა, მსგავსებს აქამდეც ქონდა, ხო? საბანკო სექტორი საკმაოდ განვითარებულია, ხო? საქართველოში ჩვენთან განსაკუთრებით ციფრული არხების მიმართულებით. აქვს ეს შესაძლებლობა, რომ კონვერტაცია გააკეთოს ისედაც ონლაინ, ხო? ამ შემთხვევაში საინტერესო იქნება, ჩემთვისაც, ხო, ჩვენთვისაც ბიზნესს წარმოვადგენთ. ამ შემთხვევაში რა ბენეფიტებს იღებს ორგანიზაცია, ბიზნესი, იმ შემთხვევაში თუ ეს ამ კონვერტაციების განხორციელებას, ასე ვთქვათ, განაგრძობს უკვე კურსიჯის პლატფორმის მეშვეობით. ბიზნესისთვის მთავარი ბენეფიტი ყოველთვის არის კურსი. რაც ჩვენი ზახელია ის არის. რა თქმა უნდა, გამოცხადებული კურსითაც ყოველთვის უპირატესი ვართ ბანკის მიერ გამოცხადებულ კურსზე. ასევე ჩვენს ყავს კორპორატიული მენეჯერები, ვისაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და სპეცკურსს მიიღებთ, თუ ხართ ლოიალური მომხმარებელი, აკონვერტირებთ მნიშვნელოვან დიდ თანხას და ასე შემდეგ. და ყოველთვის ვთავაზობთ ბიზნესებს კონკურენტულ კურსს. ჩვენი მთავარი ფოკუსი არის საშუალო და მცირე ბიზნესი. შესაბამისად მათთვის გვაქვს განსაკუთრებული პირობები, განსაკუთრებული უპირატესობები და რა თქმა უნდა ყოველთვის უპირატესი კურსი. ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის. მე პრინციპში კიდე ერთი კითხვაც მაინტერესებს, დაგისვათ რა, ეს ლიცენზირება, რეალურად რა შეცვალა დღეს ბაზარზე ამ ლიცენზირებამ? რას ველოდებით რეალურად, ხვალ, რამდენად იქნებიან, კიდე გამოჩნდებიან, თუ არ შეაფერხებს პირობითად ახალი მოთამაშეების გამოჩენას ბაზარზე, ხო? იმიტომ რომ რეგულირებადი, ასე ვთქვათ, ინდუსტრია გახდა. გონი პირიქით არ შეაფერხებს, იმიტომ რომ დღესდღეობით უკვე არსებობს ჩარჩო, სადაც შეუძლიათ ბიზნესებს რომ იფუნქციონირონ. თავარი რაც მოხდა ამ 1 წლის განმავლობაში, არა კურსიჯისთვის, არამედ მთელი ბიზნესისთვის, თქვენ შეამჩნევდით როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, არის რომ კონვერტაცია გაიაფდა. ბაზარზე უფრო ნაკლები სპრედები არის, ყიდვას და გაყიდვას შორის ნაკლები სხვაობა, ვიდრე 1 წლის წინ ამ დროს იყო. რაც ყოველთვის მომგებიანია ბიზნესისთვის და მე ძალიან ვამაყობ ამით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ერთი ნაწილი არის კურსიჯი, მისი წარმატება და მოგებარითიც ძალიან ვამაყობ, ის რომ ამდენი მომხმარებელი ყავს ძალიან ვამაყობ, მაგრამ იმითი რომ ეს ბაზარი შეიცვალა და ამოცანა ნაწილობრივ მაინც დღესდღეობით, იმიტომ რომ კურსიჯი არსებობს შესრულდა, ძალიან კარგი არის. რავი, ჩემი აზრით უნდა ველოდოთ, რომ ახალი მოთამაშეები აუცილებლად შემოვლენ, კონკრეტულად კურსიჯის რაც შეეხება ჩვენ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მომსახურებების სპექტრი უნდა გავზარდოთ აუცილებლად. ერთი ნაწილი არის კონვერტაციები, აუცილებლად დავამატებთ მომდევნო რამოდენიმე თვის განმავლობაში გზავნილებს, აუცილებლად დავამატებთ ვალუტებსაც თვითონ კონვერტაციისთვის და რასაც გეგმავდით წლის დასაწყისში, რომ ჩვენ ახალი ბაზრები უნდა დავიბრუნოთ და ქვეყნიდან უნდა გავიდეთ, ამასაც უკვე აქტიურად მიდის მუშაობა. მაგაზე სხვათა შორის ცალკე მინდოდა მეკითხა, აუცილებლად მასშტაბირებას რამდენად გეგმავთ და თუ არის თუნდაც ცნობილი რეგიონულ ჭრილში განვითარება, ეხლა თუ არის უკვე ცნობილი, რომელ რეგიონებზე არის საუბარი, თუ შეგვიძლია გავაჟღეროთ ჩვენი ეთერის საშუალებით. მასშტაბირებას აუცილებლად გეგმავთ, ყველა სტარტაპის ოცნება არის, რომ დაიპყროს მსოფლიო. აქტიურად მუშაობთ რამოდენიმე ქვეყანაზე. ძირითადად ეს ქვეყნები არის ან ყოფილი DST-ის ქვეყნები, ან ისეთი ევროპული ქვეყნები, სადაც არ არის ევროზონა, სადაც არ მოღვაწეობენ ისეთი ბრენდები, როგორიც არის Revolut, Wise და ასე შემდეგ. და სადაც კონვერტაციები არის, ახალსაც განვითარებადი. სადაც კონვერტაციები არის აქტუალური, იმიტომ რომ ევროზონაში ძალიან კარგია, ძალიან სტაბილურია, მაგრამ კონვერტაციის იმხელა საჭიროება არ არის პროცენტულად, რამხელაც არის ხოლმე არა ევროზონის განვითარებად ქვეყნებში. ამიტომ გვაქვს დაახლოებით 5 ქვეყანა, რომელზეც მუშაობთ. საკმაოდ დიდი სამუშაო არის დაწყებული მათი რეგულირების ჩარჩოდან, დამთავრებული მომხმარებლების მოკვლევიდან და მათი პრეფერენციების შესწავლიდან და იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი იქნება ის წელი, სადაც მინიმუმ ერთ ქვეყანაში მაინც შევავხთ. ნინო, რა ვიცი, პირველ რიგში კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ ამბავს, ჩემი აზრით, ხო, რომელიც რეალურად აძლიერებს დღეს ბაზარს, ხდის უფრო გამჭვირვალეს და ამავდროულად
ჩვენ ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ფინანსურ გადაწყვეტილებებში გვეხმარება, ხო? გისურვებ წარმატებებს. ზოგ დრო გვაქვს ჯერ კიდე, ამიტომაც მოდი მე ჩავერთვები. მადლობა ძალიან მაგარი ინტერაქციისთვის და მაგარი საუბრისთვის, კითხვა-პასუხისთვის, რაც მოვისმინეთ და სერგომ გააკეთა ახლა ძალიან კარგი შესავალი. ახსენა ფინტექ კომპანია ჯამში და მე მაინტერესებს დღეს აი ფინტექ ბაზრის ევოლუციაც რომ მიმოვიხილოთ ბოლო წლებში ქვეყანაში. ხა ჩვენ ვიცით ძალიან კარგად რომ აი ისეთი ტიპის და ისეთი კლასიფიკაციის მატარებელი ფინტექ კომპანიები ძირითადად არიან იმ ვაკუუმის შემოსებები, რაც კონკრეტულად კომერციულ ბანკებს დღეს ბაზარზე არ გააჩნიათ. მაშინ სადამე საკანონმდებლო ნორმატივები და მათ შორის მიდგომებიც ეროვნული ბანკის მხრიდან არის ძალიან ლოიალური. რას გულისხმობ? ანუ უმეტესწილად აი ესეთი ტიპის ფინტექების სერვისების შემსყიდველები დღეს არიან კომერციული ბანკები და მათ შორის დასტიმულირდა ძალიან ბევრი ფინტექ კომპანია და არ დავასახელებ ხა რეკლამაში ვარ ჩაგვეთვალოს რამდენიმე უზბეკეთის ბაზარზე გავიდა, ყაზახეთის ბაზარზე გავიდა და ასე შემდეგ. ხელწერა, რომელიც კურსიჯის გააჩნია, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული, ინოვაციური, საინტერესო. თქვენ ახსენეთ, რომ მათ შორის თქვენ ბანკებთან მიმართებაში კონკურენტულ კურსს დებთ და ხშირ შემთხვევაში გაქვთ ისეთი პრეფერენციების საშუალება, რომელიც კომერციულ ბანკს არ აქვს. ცოტა ისეთ სკულპტურული კითხვა უნდა დავსვა. ეს არის თუ არა, ნუ რიტორიკული სამადროულად. არის თუ არა დისკომფორტი რეალურად კომერციული ბანკებისთვის ეს ერთი, მეორე ბანკისთვის ეს უფრო კონკურენციის ნიშანია თუ პირიქით გამოწვევა საბოლოო ჯამში და მიმართულებები. რაში ილინკებით კომერციულ ბანკებთან და რაში არ. და ასევე ერთ კითხვასაც დავამატებ, რამდენად კარგი პარტნიორია ამ ნაწილში ეროვნული ბანკი? კი ბატონო. ანუ ეხლა როგორ შეიძლება რომ გავკადნიერდე და კომერციული ბანკი ჩემი პირდაპირი კონკურენტი არის თქვა. ის დიდია, ჩვენ პატარები ვართ. თუმცა კი ერთი და იგივე მომსახურებას ვაწვდით, ხო? ანუ ვალუტის კონვერტაცია არის პრინციპულად იგივე მომსახურება. არსებობს ჯიხური, სადაც შეიძლება რომ ოფლაინ გაგვიწიოს მომსახურება, მაგრამ აქვს თავისი დადებითი და უფრო მეტი უარყოფითი ფაქტორი, ხო? დრო, ენერგია, ასე შემდეგ და არის ონლაინ ამის გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენს გამოჩენამდე ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბანკში იყო, ხო, შესაძლებელი. სხვაგან მომხმარებელს არ ეძლეოდა. ამიტომ გამოვჩდით ჩვენ, რომელიც უკეთეს კურსს ავაზობს, ანუ უკეთეს ფასს ავაზობს კონვერტაციაზე, რა თქმა უნდა, ერთგვარად ეხლა ბანკებისთვის ეს სასიამოვნო არაფრით არ იქნება. თუმცა არსებობს კონკურენციის წესები და კანონები, მე ძალიან მიხარია ის, რომ კონკურენციას ვუწევთ შეძლებისდაგვარად ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვართ პატარები, ისინი დიდები არიან და ეროვნული ბანკი რა თქმა უნდა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ისევე როგორც ყველა ფინტექ კომპანიის, რომელიც პატარაა, რომ ხარდაჭერა გაგვიწიოს, სწორი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნას და კონკურენციის სამართლიანი მოედანი უზრუნველყოს. მადლობა ეროვნულ ბანკს რო არსებობს და ამას რო აკეთებს ამდენი წელია. რაც უფრო მეტად განვითარდებით, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო სამართლიანი იქნება მოედანი, უფრო მეტი ფინტექ კომპანია გამოჩნდება და რა არის ფინტექი? ფინტექი არის ინოვაციის დრაივერი, ხო? ინოვაციის წინ ლიდერები ყოველთვის ფინტექ კომპანიები არიან, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ დაიჩაგრონ. ერთ-ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ის ფინტექ კომპანიები, რომლებიც მომსახურებას ბანკებისთვის ახორციელებენ, ხო, არის მაგალითად სახის ამოცნობის ფუნქცია ფინტექ დრივენ არის თავიდან ბოლომდე, მაგრამ არიან კომპანიები, რომლებიც სერვისის გაუმჯობესებით, გაიაფებით და ასე შემდეგ გადიან საბოლოო მომხმარებლებზე და ეს კომპანიები რო არ დაიჩაგრონ, მარეგულირებელი ჩარჩო და ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა, ამისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. ნინო, მე ასევე ლიცენზირებაზეც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ აუცილებელი საკითხი არის ეს ყველაფერი და რატო. სხვადასხვა მე მივესალმები და ეს ნინომაც აღნიშნა, ბაზარი ძალიან დივერსიფიცირდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვყავს ახალი კონსოლიდირებული ორი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსოდან გარდაქმნილი. ჩვენ განვავითარეთ მათ შორის ციფრული ბანკინგის ძალიან მაგარი პლატფორმა, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანასაც შეშურდება. გვაქვს ფინტექ კომპანიების ტრენდი, მათ შორის ორი გლობალური ფინტექ კომპანია არის ქართულ ბაზარზე იმპლემენტირებული და ლიცენზირების სპექტრი ჯამში ფინტექების ნაწილში არის 27 კომპანიაზე გაცემული თქვენი თამადობით, თქვენი ჩათვლით, როგორც ვიცი. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს, ანუ საბოლოო ჯამში, ნინო, აი ლიცენზირება, ეხლა უკვე მე მინდა გკითხოთ როგორც სერვისის პროვაიდერს. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ლიცენზირებას, სადაც
სიმძიმის წერტილი ხა გადის ეროვნულ ბანკზე ცალსახად, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი არის ფასილიტატორი, მერე უკვე კომპანიის სერვისების იმპლემენტირებისა ბაზარზე და აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად გაცემულ ლიცენზიას, რომ ხარისხიანი სერვისების პროვაიდერი ბაზარზე არ დაიჩაგროს და პირობითად ხვალდაზე ბაზარზე არ გამოჩნდნენ პირობითად სხვა კომპანიები, რომლებიც ყოველგვარი ლიცენზირების გარეშე ოპერირებენ და საკუთარი სერვისების პროვაიდინგს ახორციელებენ. ანუ რა გზა გაიარეთ თქვენ და რამდენად ესე ვთქვათ სწორად ხდება ლიცენზირების კომპონენტის განსაზღვრა ბაზარზე ისევ და ისევ ბაზრის მოთამაშეების ინტერესების დასაცავად. აი ხო, ოღონდ ჩვენ შემთხვევაში ლიცენზირება არ არის მხოლოდ ან საერთოდ არ არის ჩვენი ინტერესის დასაცავად. სინამდვილეში არის მომხმარებლის ინტერესის დასაცავად. ერთ-ერთი მთავარი გზა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, იყო ნდობის შენება. ძალიან რთულია, იმიტომ რომ თვითონ ჩვენი მომსახურება არის ესეთი, რომ მომხმარებელმა თანხა უნდა ჩაგვირიცხოს, ჩვენ კონვერტირებულ თანხას ვურიცხავთ უკან. აი ნდობა, რომელიც უნდა ჩაგვირიცხოს, აი ეს ნდობა, რომ ყოველთვის 100%-ით გამართლდეს, აი მაგას ემსახურება ჩვენი ლიცენზირება და ჩვენნაირი კომპანიების. როგორც ვალუტის კონვერტაციის მომხმარებელი, ეხლა რა თქმა უნდა, მე გეტყვით, რომ არა, არასდროს არ დავკარგავთ არავის თანხას, მაგრამ როგორც მომხმარებელი, ბევრად უფრო დაცულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ზურგს მიმაგრებს ეროვნული ბანკის ლიცენზირება, რომელსაც აქვს თავისი კრიტერიუმები. მე უნდა დავიცვა იმისთვის, რომ უზრუნველყო, რომ უსაფრთხოების კუთხით, ლიკვიდობის კუთხით მომხმარებელი არასდროს არ მოტყუვდება და არ დაიჩაგრება. მათი ფული არის დაცული და არასდროს არ დაიკარგება. ამას ემსახურება ჩვენი ლიცენზირება. და მე მგონია, რომ ყველა შემდგომი მოთამაშეც ბევრად უფრო გაბედულად შემოვა ამ ბაზარზე, ზუსტად იმიტომ, რომ მარტო სარიელ სიტყვაზე კი არ ვიძახით, რომ კი 100%-ით უსაფრთხო არის ლიცენზია მაგას უზრუნველყოფს, რომ ჩვენ 100%-ით უსაფრთხოები ვიყოთ. შესაბამისად, ჩვენთან ეს უფრო რეგულაციის ნაწილი არის და მე ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან მეხმარება მომხმარებლის დარწმუნებაში, რომ კი, შეგიძლია რომ მენდო, იმიტომ რომ მარტო მე ნინოს ამ კურსიჯის თუნდაც იმიტომ რომ ბევრი რეკლამა აქვს, რომ ვენდოთ რთულია, ლიცენზია რომ აქვს, უფრო სანდო ვარ და უკან ეროვნული ბანკი არის ამ ლიცენზიის, რომელიც ძალიან სტაბილური და ძლევამოსილი ორგანოა საქართველოს. ისე თქვენთვის აი როგორც დივერსიფიცირებული და ალტერნატიული წყაროსთვის, მათ შორის ფინანსურ ნაწილში, აი შესაძლოა ძალიან მაინტერესებს. აქ მე მინდა ვთქვა და ქათინაურის გავაჟღერო ეროვნული ბანკის მისამართით, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენ გქონდა საკმაოდ გახმაურებული кейსები, სადაც ეროვნული ბანკის ნაბიჯები იყო ძალიან კარგი და ეს ისევ და ისევ ბაზრის და მომხმარებლის უფლებებზე არის ორიენტირებული. აი მე მაინტერესებს აი თქვენს პრიზმაში, იმიტომ რომ ხშირად უსაუბრთ ხოლმე კითხვას ფინტექ კომპანიებს ამ ნაწილში, აი მე მაინტერესებს აი თქვენ საქმიანობის არეალში უფრო ეროვნული ბანკი უფრო რეგულატორი არის თუ უფრო კარგი პარტნიორი? ორივე. რა თქმა უნდა არის რეგულატორი, ეხლა რაც ლიცენზირების პროცესებში ვარ, უფრო არის რეგულატორი, იმიტომ რომ ძალიანები არის ჩვენთვის ორგანიზაციულად და რა თქმა უნდა არის რეგულატორი, თუმცა ის რომ ჩვენ ვარსებობთ, ის რომ ეს სენდბოქსი შეიქმნა, ეს თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა იმას, რომ ამ ნაწილში ბაზარზე გაჩენილიყო კონკურენცია. ჩვენ რო არ გქონოდა მხარდაჭერა ეროვნული ბანკისგან, ვერც ნდობას ვერ მოვიპოვებდით იმ სენდბოქსში, ვერც აქამდე ვერ მოვიდოდით და ამ ხელები ვერ გავხდებოდით. ამიტომ ეროვნული ბანკის დამსახურებაა ეს რო არსებობს, ეს მიმართულებაც რო შეიქმნა, მისი ინიციატივა იყო და შესაბამისად ამდენი წელიწადნახევრის განმავლობაში რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი ჩემი პარტნიორი იყო. რეგლების ფარგლებში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გქონდა როგორც ცოდნის გაღრმავების კუთხით, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით და მარტო ჩვენ კი არ გქონდა, ყველა რეგლების მონაწილეს აქვს ეს, ზუსტად იმიტომ, რომ პირობები შექმნან, რომ განვითარდეს ინდუსტრიები, ფინტექები განვითარდეს ამ თითოეულ ინდუსტრიაში, შეიქმნას უფრო ინოვაციური, უფრო იაფი, უფრო მოსახერხებელი ალტერნატივები საბოლოო მომხმარებლებისთვის, ისევე როგორც ბიზნესებისთვის. სერგო დამეთანხმება აქ მისი საბანკო ბექგრაუნდიდან გამომდინარე. შესაძლოა აი პირველად რო გამოჩნდა ინოვაციური საბანკო პროდუქტები ბაზარზე, ანუ არსებობდა, ეხლა შენ გაცილებით უფრო კარგად ჩამოაყალიბებ ამას. არსებობდა რაღაცა ისეთი ფობიანარევი მიდგომები ინოვაციებისადმი და ასე შემდეგ და ყოველთვის იყო. აი მე მაინტერესებს რამდენად გაუგო. ზუსტად იგივე იყო სხვათა შორის ბოდიში, უნაღდო ანგარიშ სწორების ასე ვთქვათ დროს, ხო? არენდობოდა ხალხი ამ ბარათებით გადა. აი მე მადლობა ამ რემარკისთვის. მე მაინტერესებს აი რამდენად შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და აი რამდენად აუგო მომხმარებელმა ალღო და გაუგო გემო
ალტერნატიულ სერვისებს, რომლებიც ამ შემთხვევაში უკვე სეპარირებულია ბანკისგან, ის ფინტექის ხელწერაა და შესაბამისად ფინტექის სერვისია. აი, რამდენად აუღვალყო და აი, რამდენად დაამსხვრია სტერეოტიპული მიდგომები აი თვითონ საზოგადოების ჩართულობა. აი, awareness-ზე რა გავლენა მოახდინა მოკლედ ლოიალობა ამ შემთხვევაში კლიენტების. ანუ ზოგადად რომ კურსი ჯიმდეც რომ იმოვიხილოთ ეს ყველაფერი ძალიან დიდი გზა გვაქვს გავლილი ბოლო 15 წლის განმავლობაში. ზუსტად ბარათების მიმართ უნდობლობა მე მახსოვს. ბარათების ლამინირების რამოდენიმე ფაქტი მახსოვს. და იქიდან მოვედით დღეს, როცა ფინტექ ალტერნატივა თუნდაც კურსიჯი არსებობს და დღესდღეობით ვიცახი რომ 100,000-ზე მეტი მომხმარებელი საშუალოდ საკმაოდ დაბალ თანხას აკონვერტირებს ჩემთან. ამიტომ ძალიან შეიცვალა ქცევა. ანუ თავიდან რო ვიწყებდით, დარწმუნებულები არ ვიყავით, რომ ვინმე საერთოდ გამოიყენებდა. ერთი, იმიტომ რომ ჯერ აი ქეშსა და უნაღდო ანგარიშტორებას შორისაც ის მართლა რამოდენიმე წელი გავიდა, რომ ქეში უფრო მეტი როდესაც იყო. მეორე, იმიტომ რომ აი სულ ახალები ვიყავით, თუმცა აი ეს 100,000 ადამიანი და მათთან დღესაც ვცდილობთ, რომ სულ უკავშირი გქონდეს და სულ მივიღოთ მათგან უკავშირი. მაფიქრებინებს იმას, რომ კი ჩვენი ზოგადად ცნობიერება შეიცვალა ფინტექის მიმართ, ინოვაციური მომსახურებების მიმართ, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან ეს არ არის მთელი მოსახლეობა და მივალთ იქამდე, რომ მთელი მოსახლეობაც იქნება. უფრო მაინც აქეთ ამ მხარეს ვართ ინოვატორი ადამიანები, ვინც არიან სიახლეების მიმართ, ვინც ღია არის და საშუალო ნაწილის უფრო აქეთ გადმოხრილი ადამიანები, მაგრამ მე მჯერა რომ მივალთ იქამდე, სადაც კიდევ უფრო ტექნოლოგიურები გავხდებით. დღესდღეობით საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე არის თუნდაც ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით და მომსახურებების კუთხით, რომელსაც ჩვენი ბანკებიც და არასაბანკო სექტორის მომხმარებელს თავაზობს. ინოვაციური სერვისების ხოთაშორის აი ეს გასაკვირად თუ აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ფაქტის ახეზე არის, ყველა რაპორტში ასე არის. სავალუტო ფონდის რაპორტები, მსოფლიო ბანკის რაპორტები, რომ აი საქართველო არის ყველაზე ლოიალური ქვეყანა ციფრული ტექნოლოგიებისადმი და ამიტომაც არის, რომ სხვათა შორის აი სტატისტიკის კუთხით ვიტყვი, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე ხუთეულში მყოფი ქვეყანა, სადაც ციფრული ბანკინგის სერვისები იმპლემენტირდა ძალიან სწრაფად. და თან ისეთ ქვეყნებთან ჩადგა ფერხულში, როგორც არის მაგალითად ნიდერლანდები, დღეს სხვათა შორის ბრიტანეთი და პირველ ადგილებს მსოფლიოში ციფრული ბანკინგის მიმართულებით. არა, ძალიან ძლიერები ვართ აქ და ამიტომაც ჭირდება ბაზარს ესეთი დივერსიფიცირება. ძალიან მაგარი სპიკერია ნინო და მოკლედ ჯერა რომ ხშირად იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. სერგო, მადლობა შენ ძალიან მაგარი რუბრიკის ორგანიზებისთვის და ძალიან საინტერესო სტუმრის მოწვევისთვის და თემის გასვლისთვის, რაც თავარი არის. მინდა წარმატებები გისურვოთ, მეგობრებო და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობოთ.